ეხა ნუ ეს რაღაც შედევრი რა, ისა ვიზა, აი ესე იგი თეატრულუკიანის იმდღევანდელ გამოსვლაზე, აი რა პადლეცები მისცა და მისცა просто აი სასწაულია რა. მაგარი გოგო რა, აი ძალიან მაგარი გოგო, თავის ძალიან მაგარი ქართველობით და ძალიან მაგარი ნიჭით და ძალიან მაგარი ცოდნით, სწავლით და ყველაფრით რა. გაუშვათ რა, აი ისე მომხანა ამან გული რო აი просто არ ვიცი. პატარა ნაწილი ყველაფერს ამბობს. ძალიან გქონდა მე კომენტარებსაც გავუშვებთ რა. წუნებთ და ამ ეთერს იყენებთ იმისთვის, რომ ჯარიმამა გადასახდელიო. აქრას მოდიოდით ნანუკასთან წასულიყავით და გადაგიხდიდათ. ბიჭი, აღარ არსებობდა. აი ესე ჩააძურავა უკვე. გადატენილი მაუზერივით არითია. იმენა ყურებში უწყაპნა პადლეცები. არა რა, გაღმელებს სხვა ტაჩოვკა გვაქვს, ჩემი სკოლელიაო და წაწერს. საქართველოს ბევრი თეა და დაშები რა. მიწკეპლად ცუდი მოსწავლეებიო. იგი ხო რა, დაფსმა ისაკვირველი. მოკლედ და კონკრეტულად. ძალიან მაგარია და სხვათა შორის ირაკლი კობოხიძის გუშინდელიც ამბავი, აი როგორი კლასნი ამბავი იყო და ძალიან მაგარი გუნდი ყავს. აი არ ვიცი, просто აი ამას რო უყურებ, აი ჯერ განათლებით, მე ერუდიციით, მე ინტელექტით, მე იუმორით და ამაზე დაცინვით, აი ესე პატარ-პატარებს რო შეუგდებს ხოლმე და ესენი რო გიჟებს გვარა. და რაც არა რა. და პროფესიონალები. პროფესიონალები და კიდე აქვთ რა იცი, ძალიან მოზომილი და ძალიან კულტურული სარკაზმი. აი, რო ვერც გამოეკიდები, ვერც თეას აქვს მაგალითად აი გიჟდები იმაზე, რომ აი 14 სიტყვის და მთლიანად დაგიმთავრებს 3 საათიან გადაცემას. ანუ დამთავრებულია რა ყველაფერი რა. ერთი აჯანს ირაკლი არის აი ძალიან ანალიტიკური და ძალიან მოგდა. ტანდემი ამათი არის რაღაც სასწაული. ხო, მაგრამ ირაკლის იუმორზე ვკაიფობ მაგალითად რა. რიცი პატარაზე რო იზო. პატარაზე რო ჩაიცინებს და დამთავრებული. ჩაიცინებს და გაჭერდა. და ის მიყვარს კიდე. აი ხო ლაპარაკებიან ეს, ნუ ხო არ ვიტყვი ხო ვინც ელაპარაკებოდნენ. იტყუებით, ეგრევე მოგიხარ. აი უკვე მეორედ იტყუებით. იტყუებით. ისინი ჟურნალისტები შეიძლება დადღეშიანებიან, მაგას რო ელაპარაკებიან, აი ვერ მოუნახეს გზას აიდან აი რანაირად კითხვა უნდა დაუსვან, просто აზრი არა. ძალიან ძლიერი უნდა იყო და ძალიან დიდი ბაგაჟი უნდა გქონდეს ერთსაც და მეორესაც რო გაუქაჩო. კი ბატონო. ხო, ნუ ხე შალო პაპუაშვილისაც აღარ ლაპარაკობ, ისე ძალიან მაგრა მომწონს რა, ისეთი ძალიან მაგარი მესიჯები აქვს რა. კარგი გუნდი. და გულიანი, თბილი, ქართული. კი. აი ესეთი რა, რა გულში მოხვდება რა. ვამაყობ მართლა. კი ბატონო.